ჩვენ საქართველოს პოსტა ვართ. ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ეკონომიკის სამინისტროს ერთი თვე დარჩა საფოსტო რეფორმისთვის აუცილებელი კანონპროექტის მისაღებად. ასეთი კანონპროექტი სამინისტრომ 2014 წელს შეიმუშავა, თუმცა საფოსტო გადამზიდავებმა აღნიშნული გააპროტესტეს. თუ ეს კანონი შევიდა ძალაში, გვიგრძალავს ამ სფეროში საქმიანობას, რადგანაც ამ კანონში ცალსახად წერია, რომ 30 კილოგრამამდე ტვირთების დატარების უფლება მხოლოდ საქართველოს პოსტას ექნება. შესაბამისად, ეს კანონი ქმნის მონოპოლიას, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ კომპანიებს ალბათ გაანადგურებს. კანონპროექტი ევროკომისიამაც დაიწუნა და საქართველოს დეტალური შენიშვნები 2014 წელს გამოუგზავნა. წერდნენ, რომ კანონპროექტი ბაზარზე მონოპოლისტის გაჩენის საფრთხეს ქმნიდა. სამინისტრომ ცვლილებების გათვალისწინების მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა მას შემდეგ 2 წელი გავიდა და კანონპროექტი დღემდე მიღებული არ არის. სამინისტროს წერილობით ვკითხეთ, გაითვალისწინეს თუ არა ევროკომისიის შენიშვნები. ვიპასუხეს, რომ კანონპროექტზე ჯერ კიდევ მუშაობენ. ტექნიკურად შეიძლება ვთქვათ, რომ მაქსიმუმ 2-3 კვირა სრულიად საკმარისი იყო ექსპერტული სამუშაოსათვის იმისათვის, რომ ეს კომენტარები სრულად ყოფილიყო ასახული კანონპროექტში და სანამ ეს კანონპროექტი არ იქნება პარლამენტის მიერ მიღებული, გაურკვევლობა ბაზარზე გრძელდება, ინსტიტუციური გარემოს ცვლილების გაურკვეველი მოლოდინი ნეგატიურად მოქმედებს საინვესტიციო გარემოზე. საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საფოსტო ბაზარზე გაურკვევლობაა. ამის გამო ისინი მილიონობით დოლარის მოცულობის ინვესტიციის საქართველოში განხორციელებისგან თავს იკავებენ. აქტიურად იყვნენ ჩართული ევროკომისიასთან ურთიერთობაში, DHL-იც, TNT-ს და UPS-იც ევროპული ოფისები. შესაბამისად, მათთვის ცნობილია ის, რომ რაღაცა ძროები არის მოსალოდნელი იყო ბაზარზე, ამიტომ ყოველგვარი ესეთი მსხვილი ინვესტიციებისგან, რა თქმა უნდა, ისინი თავს იკავებენ. ნებისმიერი ინვესტიციისგან, ნებისმიერი დიდი პროექტისგან, რომელიც შეიძლება იყოს მიმართული, ვთქვათ, საქართველოს როგორც ლოგისტიკური ხაბის ან ცენტრის ჩამოყალიბებისადმი, ჩვენი კომპანია ამ ეტაპზე იკავებს თავს. ასოცირების შესახებ შეთანხმების გეგმის მიხედვით 2016 წლის ბოლომდე ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტში უნდა წარადგინოს ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებული რეგულაციები და შესაბამისად შემუშავებული პოსტის შესახებ კანონი. სანამ ეკონომიკის სამინისტრო ევროკომისიის მიერ გამოგზავნილ დეტალურ დასკვნებს კანონპროექტში ასახავს, მანამ როგორც საფოსტო კომპანიები ამბობენ, არასტაბილური გარემო გაგრძელდება და სხვა კომპანიები საქართველოს ბაზარზე შემოსვლისგან თავს შეიკავებენ.